საბედნიეროდ აი ამ სანაკრებო შეხვედრებს ჩვენი შემტევები ხვდებიან ფანტასტიკურ ფორმაში. ალბათ უნდა გამოყოთ სამი სახელმწიფოგვარი. კარგია რომ ბუდუზი უზევაძე ათამაშდა, კარგია რომ ბოლო ორ თამაშში შეაგდო, ერთი პასი გააკეთა. მთელი სეზონია ზურიკო დავითაშვილი მარტო ატარებს მხრებით, სენტეტიენს და ბოლო ტურში საგოლე პასიც ჰქონდა და იდეალურად დაგვეწია გიორგი მიქაუტაძის ჯადოსნური ფორმა, რომელიც საოცრებებს აკეთებს და ახლა გამერწმუნეთ, რომ ნახევარი საფრანგეთი მასზე ლაპარაკობს, იქნება ეს ყოფილ ფეხბურთელთა კონტინგენტი თუ ჟურნალისტები. ადილ რამით დაწყებული და ეკიპის მთავარი მესვეტეები დამთავრებული, ყველა საუბრობს ჟორჟის პერსონაჟზე და ხო იქ დისკუსიაა, რომ ლაკაზეტი თუ ვინ ძირითადად და რა თქმა უნდა ჟორჟი იდეაში ეს ნარეტივი უფრო ჭარბობს. ამიტომ მიუხედავად იმისა, რომ პირველ თამაშში დაგვიკლდება კაპიტანი, დაგვიკლდება უდავოდ საუკეთესო ფეხბურთელი, არა მხოლოდ ამ ნაკრების ისტორიაში, მაგრამ ხო, დანარჩენი ცოტა მერე 1-5-6 წლის მერე უფრო ღიად და ცხადად ვისაუბროთ, მაგრამ ჩვენ დაგვეწია ქართველი შემტევების კარგი ფორმა, ამიტომ საქართველოს ნაკრებს არ აქვს სხვა გამოსავალი, ჩვენ ორ თამაშში უნდა ვიყოთ უკეთესები.